აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელმა კობა ადეიშვილმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს საჯარო შეურაცხყოფა მიაყენა. მსგავსი ქმედებისთვის ის ერთხელ თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში სხვა პოზიციაზე დააბრუნეს. საჯარო მოხელები ჟურნალისტების წინააღმდეგ ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს რატომ ეშინიათ ბატონი ვახტანგ გლონტის? ქართულ სულს გაატარებს და დედააფეთქებულები თქვენს თითქოს და თქვენთვის მოცემულ თანამდებობებს ვეღარ შეინარჩუნებთ და გეწვით. უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის სოციალურ ქსელში გაკეთებულ ამ განცხადებას ჟურნალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. კობა ადეიშვილის სკანდალში უკვე მეორედ ეხება. ამჯერად საჯარო მოხელემ შეურაცხყოფა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიაყენა. მე ვფიქრობ, რომ ეს ხელაღებით მედიის წარმომადგენლების ლანძღვა, მედიას ეს იქნება ტელევიზიის წარმომადგენელი, ეს იქნება გაზეთის თუ სხვა მედია საშუალების წარმომადგენელი, მათ ავტორიტეტს ნამდვილად ვერ მოუტანს. კობა ადეიშვილი წერს კომენტარებში, რომ მან დედააფეთქებულები უწოდა იმ აჭარის ტელევიზიის იმ ჟურნალისტებს, ვინც ეს პროფესია დაიყვანა ჭორაობის დონეზე. მე მაქვს ესეთი კითხვა, თუ შეიძლება მან თუ შეუძლია მას რომ დააკონკრეტოს, კონკრეტულად რას გულისხმობს და არგუმენტებით ისაუბროს. ჩემთვის პირადად ჟურნალისტისთვის და იმ ტელევიზიის თანამშრომელისთვის, რომელიც მე ვარ, იყო ძალიან შეურაცხმყოფელი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტებისგან ყველაზე მეტად საჯარო მოხელეები უნდა იკავებდნენ თავს და ვფიქრობ შესაბამისი რეაგირებაც მოხდება. უსიამოვნო შემთხვევა, ასე იხსენებს ბეჭდური მედიის წარმომადგენელი ადეიშვილთან. 3 თვის წინ მომხდარ ინციდენტს. ნანა კვაჭაძე ამბობს, რომ ადეიშვილი მისი შეურაცხყოფის შემდეგ საჯარო მოხელეობას კვლავ იმავე დაწესებულებაში განაგრძობს. გაზეთი პათუმელების ჟურნალისტი ამ ფაქტს ასე ახსენებს. ეს არის, მე ვფიქრობ, პასუხი და პოზიცია თვითონ კონკრეტული სამსახურის რაღაც მოვლე ამბავთან დაკავშირებით. როგორ ჩანს, მათთვის ეს არ არის პრობლემა. 25 არხის მთავარი პროდიუსერი მაია მერკვილაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლის უკან დაინტერესებული ჯგუფი დგას და ადეიშვილს პროვოცირებას უწევს. ვითხოვ დაასახელოს, თუ კი ვინმეს რამე კონკრეტული გადაცდომა აქვს, ცივილიზებულად ისე როგორც ხდება მსოფლიოში, დაამტკიცოს კონკრეტული ჟურნალისტის ბრალეულობა და არა ასე, როგორც ამას აკეთებენ საჯარო მოხელეები და მაინც და მაინც რატომღაც უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები. ასეთია გენო გელაძის შეფასება. მესამე სექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკადრო პოლიტიკას დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს. დასჯა უნდა იყოს ადეკვატური იმისი, რას აქციელებს ჩადის მის თანამშრომელი. როდესაც საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს, უნდა იცოდე, რომ ამისთვის დაისჯები. დეპუტატი გიორგი მასალკინი საჯარო მოხელის მიერ მსგავს ქმედებას გმობს და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან აღნიშნული საკითხის განხილვას გეგმავს. თქვენ გახსოვთ ის სკანდალი, რომელიც ახდდა ერთხელ, როცა კობა ადეიშვილმა მიმართა ჟურნალისტებს, კერძოდ პათუმელებს გაზეთს. ახლა გადაცდა უკვე აჭარის ტელევიზიასაც. ამიტომ მე ისევ მეკდება მასთან და ხელმძღვანელობასთან საუბარი ხვალ უმაღლეს საბჭოში. კობა ადეიშვილი მომხდართან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბრებში კი ფაქტს მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარად აფასებს.